ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, უარესი მდგომარეობისგან, ესეც ყოფნის იმისთვის, რომ გული ტკივილით გქონდეს აღსავსე და გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის ეს მნიშვნელოვანი რჩევები და დარიგებები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თითეული მორწმუნე, ქრისტიანი, თითეული ერთგული მსახური ღმერთისა და ადამიანებისა და სამშობლოსი, რომ პირველ რიგში ვიყოთ ხიზლად და ყურადღებით, რომ არ ვცდუნდეთ, არავინ გვაცდუნოს, ან ბოროტმა ძალამ, ან ბოროტის ხელით ადამიანმა, ვიყოთ ხნედ, ვიყოთ პრინციპულები და ვიყოთ ძლიერნი, რომ არათუ შევტორტმანდნეთ რაიმე სიტუაციაში, არამედ ვერც კი ბედავდნენ ჩვენთან მოსვლას, იცოდნენ, რომ ეს პიროვნება შეუპოვარია. ამასთან არ ღირს არც მისვლა, არამედ პირიქით იცოდნენ, რომ ჩვენ იმდენად ერთგული მსახურნი ვართ ჭეშმარიტებისა და ქრისტესი, რომ ჩვენთან ბრძოლას აზრი არ აქვს და რაც თავარია შევიარაღდეთ სიყვარულით შევიარაღდეთ, რაც არის ყველაფრის გასაღები და გამოსავალი ამ სიტუაციებიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.